ომის დაწყება იყო შეცდომა აფხაზეთში. ეხლა ამას მე ეს უნდა დავწერო მე და სხვა შორის ყველაფერი მაქვს, აი ყველა დეტალი, ყველა წვრილმანი რა არ უნდა მომხდარიყო და რა მოხდა. ეს ხო ომი არ იყო, ომი არ უნდა დაწყებულიყო. ეს იყო სამხედრო საბჭოზე, მაშინ სამხედრო საბჭო იყო, სამხედრო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილება, ბატონ არძინბასთან შეთანხმებული, იძარცვებოდა მასიურად ეშელონები, თავსდები 12 ეშელონი გაიძარცვა, რომელიც მოდიოდა რუსეთიდან, საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში და ასე შემდეგ და უბედურებისთვის თავი უნდა დაგვეღწია. და შევთანხმდით, რომ გაგვეგზავნა სამხედრო ნაწილები, რომელთაც ეგზალებოდათ, აი ჩემი სიტყვები ეხლაც მახსოვს იმ სამხედრო საბჭოზე გამოსვლა ჩემი მე თავარსარდალი არ ვიყავი მაშინ უბრალოდ საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი, ჩემ ნათქვამი ასეთია, ეგზალებათ ქალაქებში და სოფლებში შესვლა. უნდა იყოს სამ ადგილზე, სამტრედიასთან, სოხუმთან ახლოს დაბანაკებული და ლესელიძესთან ახლოს დაბანაკებული. და აი გააცილონ მატარებლები ამისთვის. და არავითარი ომის შესახებ გადაწყვეტილება მაშინ მიღებული არ ყოფილა. სამწუხაროდ, ვისაც უნდა შეესრულებია ეს, მან დაუშვა შეცდომა. შეცდომა დაუშვა, სხვა შორის უნდა გითხრათ, რომ მაშინდელი თავდაცვის მინის მე და ჯაბა იოსელიანი მთელი 2 დღის განმავლობაში ვეძებდით. სად იყო ვერ გავიგეთ, ხან დასავლეთშია, ხან აღმოსავლეთშია და ამ დროს პოლიცია შედის გალის რაიონში და იწყება სროლა, იწყება ბრძოლა. აი ესე დაიწყო ეს ომი.